ყველაფერი არის ეს ფილმი. შენდობაზე. აი თქვენც შეგიძლიათ. ოლიგარქის საყვარელი რეჟისორის სახლთან მხოლოდ ამ ერთადერთი შეკითხვით მივედით. რაზეა ოცნების პროპაგანდისტი რეჟისორის გოგა ხაინდრავას ფილმი შენდობა, რომელშიც მას მილიონს გადაუხდიან. აი მართლა ძალიან არ გისაუბრიათ ამის შესახებ. სცენარი წაკითხული მაქვს ყველაფერი. თქვენ ხო არიცით შინაარსი ამ ფილმის შენდობის? ხო არ გითხრათ ამის შესახებ? არ იცით რის შესახებ არის ეს ფილმი? არ ვიცი. არ გისაუბრიათ ამ ფილმზე? არაფერზე არ მისაუბრე. სახლში არის ისე შეიძლება არ მგონი. გოგა ხაინდრავას დიღომში ამ დიდრულ სახლთან რამდენჯერმე მივაკითხეთ. მისგანაც ის გვაინტერესებდა თუ რაზე იღებს ფილმს, რომელსაც შენდობა ქვია, რომელიც კინოცენტრმა მოუწონა და დააფინანსა, რატომ არის გასაიდუმლოებული ფილმის შინაარსი, რომლის გადასაღებადაც ფული ხალხის ჯიბიდან იხარჯება. ანუ შეგიძლიათ გითხრათ შენდობა ყველგან ერთი და იგივე დაწერილი პროპაგანდისტი ვარ თქვენ ეს ფილმი შენდობა, რომელშიც მილიონს ადამიანები თქვენთან ურთიერთობა არ შეიძლება. და რაზე იღებთ ფილმს, შეგიძლიათ გითხრათ? არა, ეგ თქვენი საქმე არ არის. ჩვენ აუცილებლად გამოვზარდით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ. რაც აუცილებლად გახდება ჩვენი შერიგების წინაპირობა. იქნება თუ არა შენდობა ოლიგარქის ბოდიშის ეკრანიზაცია. აქამდე მივედით, ხო, ძნელი გზა იყო, დიდხანს ვიარეთ, შეცდომები დაუშვით, ხო? ისეთი რამეები გავაკეთეთ, რაც არ გვეკადრებოდა, გავაკეთეთ, კი ბატონო, ყველა ვართ მეტნაკლებად ამის მონაწილეები, მაგრამ სამშვიდობოს ხო მივადექით, ხო? თავარი სამშვიდობო. მივადექით, ხო, უკვე ვიცით სად არის სამშვიდობო. ბოდიში შენდობა პატიება ამ სიტყვებზე ბევრს ლოგიკურად გორში ივანიშვილის ეს გამოსვლა ახსენდება, სიტყვა, რომელიც ქვეყნის ისტორიაში შავლაქად დარჩება. როგორ მიმართა ოლიგარქმა ომ გამოვრილ ქალაქს, რომ ძალა უნდა მოვიკრიბოთ და სეპარატისტებს ბოდიში მოუხადოთ. არსებობს ეჭვები, რომ ივანიშვილის ამ ნარატივს ხაინდრავას შენდობაში ვნახავთ. ჩემი მოგონილი იყო სათაური და ხაინდრავამ ახალი სათაური გაუკეთა ფილმს ჰეროკრატია, როგორც მოგეხსენებათ, ეს თვითონ ავტორი და ნორმალურია, როგორც გნებას ხო შემიგითხა და ჩემის გადასაწყვეტი არ იყო და არც არის. ჰეროკრატიის რეჟისორის ფილმები, რომ ოლიგარქს მოსწონს, ეს მისი ბევრი განცხადებიდან ვიცით. ივანიშვილს გოგა ხაინდრავას ჰეროკრატიად საჯაროდ არაერთხელ შეუქია. რეჟისორისთვის გვინდოდა გვეკითხა, არის თუ არა შენდობაც ბიძინა ივანიშვილთან გავლილი და სცენარი მის მიერ დადასტურებული. ივანიშვილის ბოდიშის გაგრძელება არის შეიძლება მართლა დღეს პროპაგანდისტვის ან თვითონ ფიქრობდეს კიდევაც რომ მას ქართველებს შესანდობარი აქვთ. ერთი ადამიანი ოთარ იოსიანიანმა თქვა ძალიან სწორად ჩვენ გვმართავს კაცი, რომელსაც იდეები აწუხებს. ეს არის ბიძინა ივანიშვილი, ხო, როდის რა დაარტყავს თავში და როდის რა პოლიტიკური თამაში დაჭირდება, იმ მესიჯ ბოქს მე ყველა იმეროს. ვინმე თუ არის, ვინც აი სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსზე დაგველაპარაკება? არ ვიცი. მიტაცებული კინოცენტრისგან წელს ვერ გავიგეთ ვინ იყვნენ საკონკურსო კომისიის წევრები. ანუ ვის მოეწონა ხაინდრავას ფილმი და ვინ გადაწყვიტა რომ ხალხის ჯიბიდან ფული ხაინდრავას შენდობაში წავიდეს. კომისიის წევრები ამ შემთხვევაში ვინ იყვნენ, როგორ გავიგოთ ამ კონკურსის? ეს გამოქვეყნებული არ არის გამოქვეყნებული. შეგიძლიათ მოითხოვოთ ინფორმაცია ოფიციალურად. და ასევე გვაინტერესებს ამ ფილმების შინაარსი, რომელმაც გაიმარჯვა. მინდა გველაპარაკება ამაზე. სცენარი კონფიდენციალურია. ეგეთ შეგიძლიათ თუ რამე ოფიციალურად მოიწეროთ. შინაარსი გვაინტერესებს, რაზე არის ეს ფილმი. ვიცით რა არის, მოგმართეთ ოფიციალური წერილით და გიპასუხოთ. სად თქვენ არ შეგიძლიათ გითხრათ? არ შემიძლია. მოგმართეთ და ოფიციალურად გიპასუხებთ. დაგვიბრუნებთ პასუხს დროულად. აუცილებლად. კინოცენტრს გავუგზავნეთ ოფიციალური წერილი, სადაც ვეკითხებით ხაინდრავას შენდობის შინაარს, კომისიის წევრთა გასაიდუმლოებულ ვინაობას, რომელიც კანონის მიხედვით საჯარო უნდა იყოს. პასუხი მთელი კვირა არ არის. ავტოკრატია, კარჩაკეტილობა, ის რო კონკურსის რეალობა სრულიად მოკვდა, ვინ არის კომისიის წევრი, რა, როდის ცხადდება წარმოების კონკურსი. ფაქტია, რომ გოგა ხაინდრავას სახელია და ეს ოდიოზური ფიგურა. კიდევ არიან ადამიანები სახელები და გვარებით, რომლებიც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინ არიან, რომლებიც ყოველთვის ხელს ითმობდნენ კინოცენტრისგან და ეს კონფორმისტული დამოკიდებულებით მოახერხეს ის, რომ აიღეს ეს დაფინანსება. გვესაუბრებიან კინემატოგრაფისტები, რომლებმაც კინოცენტრი მას შემდეგ დატოვეს, რაც იქ წულუკიანმა ჯერ პროპაგანდისტი ბაჩო ოდიშარია მიიყვანა, შემდეგ ციხის ბადრაგი კობახუბუნაია და ამით კინოცენტრი და საერთოდ კინო დიდ საფრთხეში ჩააგდო. წულუკიანი გამორჩეული ადამიანია, როგორ პატივცემ არ იცი, როგორი გუგუ არა. თუ თქვა წინა კონკურსის კომისიაში იყო, როგორც ჟიურის წევრი და ჩაიშალა ის კონკურსი, ეს სრულიად შესაძლებელია, რომ ეს თანხა გადმოსროლილიყო ახალ კონკურსში, რომელშიც თქვენ როგორც მონაწილის სტატუსით ისე შედიოდა ეს ადამიანი.
შაბათის ფორმულამ, როცა კინოცენტრის ახალ ხელმძღვანელს მამუკა ბლიაძეს ყველგან ეძებდა, გაარკვია, რომ მისი ცოლი სუსში მუშაობს. კინოცენტრში გაუშვეს ყველა, ვინც ოდნავ მაინც ღიად გამოთქვა პროტესტი, მიიყვანეს ადამიანები, რომლებიც და ეს ხალხი ვინც გაუშვეს, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად პროფესიონალები იყვნენ იმ საქმის, რასაც ქვია კინო, მიიყვანეს ადამიანები, რომლებიც მანდაც სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არ არიან იმ პროფესიონალები იმ საქმის, რასაც ქვია კინო. არ ვიცი რას გვეკითხებით საერთოდ. ფილმი რის შესახებ იქნება, ეს გვაინტერესებს მხოლოდ. სცენარი წარგენილია კინოცენტრში. კინოცენტრი არ გვიბრუნებს პასუხს, რაზე არის ეს ფილმი. როცა გადავიღეთ ხელსა, მე ნახავ. ლეხაინდრაო პროდაქშენში შაბათის ფორმულას გამოჩენას იქ მომუშავეთა დაბნეული ქცევები მოხვა. ეს ის პროდაქშენია, რომელიც შენდობას გადაიღებს. პირველად გაიმარჯვე, იმიტომ რომ ნამდვილად კარგი სცენარია, ძალიან საინტერესო და ძალიან ესეთი საქართველოსი ძალიან კარგი. მილიონი ლარით ეს არის ზუსტად 38% ამ ფილმის ბიუჯეტი. უფრო მეტი დაჭირდება. უფრო მეტი დაჭირდება და გადავიღებ და გამოვა და ნახავთ. მიწის ნაკვეთები იყიდაო ჰექტრობით. ხვდებით, ახალციხეში. რა მიწის ნაკვეთები არის რას? მთელი სოფელი მაგის ნაკვეთია, ხო? სოფელი ახალშენი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, იქ რეჟისორი თითქმის 100,000 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს ფლობს. ერთ ან უფრო მეტ სოფელს. ეს გზა გოგა ხაინდრავას ჭიშკართან მთავრდება. ამ ალაყაფის შემდეგ გადაადგილება შეუძლებელია. მის მიღმა გოგა ხაინდრავას სოფელი იწყება. ანუ სოფელში სხვა არავინ ცხოვრობს? ესე რომ შედიხარ მაგ სოფელში არის ჭიშკარი? ერთი აქედან შედის, რომ მეორე აქედანაც არის. გოგა ხაინდრავას მთელი სოფელი შაბათის ფორმულამ ოფიციალურ წყაროებში გადაამოწმა და დოკუმენტებითაც დაადასტურა. ჰექტრობით მიწის ნაკვეთები გოგა ხაინდრავას და მის კომპანიის საკუთრებაში ბოლო წლებში აქვს გაფორმებული. ზვარვა ოჯახს კონდა ჰექტარი ისიც წაი. ანუ ეს მიწის ნაკვეთები, რომელიც თქვენ გქონდათ ხაინდრავა ახალშენის არის და ის სოფელი შევიყიდო. და იმ სოფელში ხაინდრავას გარდა არავინ ცხოვრობს? კაცშვილი არავინ არ არის. იქ აქვს ხოლოს ახალშენში სახლი აქვს. კიდე? და რაღაცა ისინი არა ვიცი. კულტურული რაღაცები არის და მგონი არ ვიცი რაღაც რა გეგმები აქვს, მაგრამ არ ვიცი ახლა. რაღაცა ტურისტულ რაღაცას რო აკეთებს ვიცი. გოგა ხაინდრავას უძრავი ქონება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტით არ სრულდება. ის 114 კვადრატულ მეტრ ბინას ფლობს თაბორის მთაზე მდიდრულ დასახლებაში. დეპუტატ ბექა ოდიშარიას მეზობლად. პირველი ნაბიჯი გადადგა ბრიუსელში და მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ აი აქ არის ჩვენი ადგილი და მე ჩავდივარ სახლში, სადაც ჩვენი ადგილი არის. ბრიუსელს აქ ჭაობი ჭირდება, რა სჭირდება აქ? კოლხეთის დაბლობი კაცო და ის რა ქვია, უშბა. არა, ჭაობი უნდა, იმ ჭაობში მე რასაც უნდა გააკეთებ. ბრიუსელი საბჭოთა კავშირია, მაგას არანაირი კავშირი იმასთან რაც ევროპამ შექმნა თავის დროზე. აღარა, ყოველ საღამოს 10 კაცი ქუჩას კეტავს, 100 კაცი იყოს, 1000 კაცი იყოს. თბილისში მილიონ ნახევარი კაცი ცხოვრობს, ხო? ვინ ერჩის? აქ რო არის თავისუფლება და აქ რო ბოგინობენ ესენი, ეგრე სად ბოგინო? მაგის თქმა მინდა ზუსტად ორი რამე რა. კანონი პირველ რიგში ბიძიკოებო მთავრობაში რო ხარ და მეორე დაანებეთ ამ ილუზიას ის ევროკავშირში მივდივარ. ამ გარყვნილების ბუდეში რა გვინდა არ გადამრიო. რა გასაკვირია, რომ ამ განცხადებების გამხმოვანებელი პარტიის საყვარელი რეჟისორი მარტივად მდიდრდებოდეს და ქონებებს აგროვებდეს. თუმცა გასაკვირი ის ნამდვილად არის, რომ ბიძინა ივანიშვილმაც კი ვერ შემოღობა მთელი ჭორვილა, ისე როგორც გოგა ხაინდრავამ მოახერხა და საკუთრებაში მიიზომა მთელი ახალშენი.